კვარაცხელიას მორიგი აღიარება, რას ამბობს ხვიჩა გატანილ გოლზე. მისი გადაწყვეტილებით დაარტყა ბარკოლამ 11 მეტრიანი. მიქაუტაძის კომენტარი ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტის შემდეგ. აპირებს თუ არა ქართველი ლიონში დაბრუნებას და დაუმარცხებელი ბახტანგ ახობაძე. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების ანახავად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. რა თქმა უნდა დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგიდან, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ დიდხნიანი პაუზის შემდეგ ისევ გაიბწყინა. კვარას მაგია, კვარას სუფთა სიგიჟე, პარი სენ-ჟერმენის სასიკვდილო იარაღი. სწორედ ასე ეხმაურებიან ქართველის თამაშს. ჩემპიონთა ლიგის, პარი სენ-ჟერმენის და ასევე მრავალი სხვადასხვა გავლენიანი სპორტული გამოცემები. კვარას პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში მისთვის კარგად ნაცნობ ატალანტას დაუპირისპირდა და 4-0 დაამარცხა. ქართულმა კი ატალანტას ისევე როგორც ადრე, ახლაც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შესანიშნავი გოლი გაუტანა. ხვიჩას ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჰქონდა. დრიბლინგი, პასები, ყველაფერი რაც საჭიროა იდეალური შეხვედრისთვის. 75 წუთი ითამაშა და ოფიციალურად შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. შეხვედრის შემდეგ კი მისი და გუნდის თამაში შეაფასა. კომენტარი გააკეთა პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემაც. ჩემი გოლი კარგად არ მახსოვს, თავიდან უნდა ვნახო, მაგრამ ვფიქრობ ასტონ ვილასთან უკეთესი გოლი გავიტანე. რაც მთავარია დღევანდელი გამარჯვებით ბედნიერები ვართ. ატალანტა ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ დღეს ჩვენი დღე იყო. ყველაფერი გავიღეთ კარგი ფეხბურთისთვის. შევეცადეთ საკუთარი ფეხბურთი გვეთამაშა. საუკეთესო გავხდი და ეს შესანიშნავია. თუმცა გუნდური გამარჯვება ყველაზე მნიშვნელოვანია. ასეთ შესანიშნავ შეხვედრაში თამაში ერთი სიამოვნება იყო. წინ ძალიან კარგი დაპირისპირებები გველის, მაგრამ სწორედ ასეთ თამაშებში გამარჯვებით გავხდით გასულ სეზონში ჩემპიონები. თუ გინდა ტიტულის მოგება, უნდა აჯობოს საუკეთესოებს. მაქსიმუმს გავიღებთ და შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის ვიბრძოლებთ. რა თქმა უნდა ვითარდებით, ვარჯიშობთ და ვცდილობთ უკეთ ვითამაშოთ. მე პატარა პრობლემა მქონდა, მაგრამ სამედიცინო შტაბი დამეხმარა. სათამაშოდ მზად ვიყავი და 100%-ით დავიხარჯე. ჩვენი მიზანი იყო კარგად დაწყება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. მომეწონა მენტალიტეტი და ინტენსივობა. ბევრი მომენტი შევქმენით. ძალიან მაღალ პრესინგს გავუმკლავდით. ჩვენი გრაფიკი განსხვავდება სხვა გუნდების გრაფიკისგან. ჩვენი გრაფიკი ყველაზე რთულია. ამიტომ ძნელი იქნება საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა. რისთვისაც 5 შეხვედრის მოგება და 1 ფრე მაინც არის საჭირო. რატომ დაარტყა ბარკოლამ? მე ვარჩევ პენალტების დამტყმელებს. ბევრი ფეხბურთელი გვყავს, ვისაც 11 მეტრიანის შესრულება შეუძლია. ფიქრობდი, რომ ბრედლი, რომელსაც პენალტიდან არასდროს გაუტანია, ამას შეძლებდა. თუმცა ბევრი დამტყმელი გვყავს. ვიტინია, უსმან დემბელე, ნუნუ მენდეში, გონსალო რამოში. რაც შეეხება მარსალს, ვიცით ამ შეხვედრის მნიშვნელობა კლუბისა და გულშემატკივრებისთვის. ბედნიერები ვართ, რომ ამ ტიპის შეხვედრას ვითამაშებთ. იმედი მაქვს, რომ ამ მატჩის მოსაგებად საუკეთესო ფორმაში ვიქნებით. ეს ფრანგული ფეხბურთის კლასიკა. ყველა სურს მისი თამაში. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში პარი სენ-ჟერმენის მაისურით ყველა ტურნირზე 5 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი. პარი სენ-ჟერმენი კი მომდევნო შეხვედრას 21 სექტემბერს სტუმრად მარსალთან გამართავს. შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში 1 ოქტომბერს ბარსელონას ესტუმრება. დაწელეთ კომენტარებში თქვენი აზრი, რა შედეგით დამთავრდება ეს ორი შეხვედრა. ახლა კი გიორგი მიქაუტაძე, რომლის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონში შედგა. თუმცა მეკარის ავტოგოლის წყალობით ტოტენჰემთან 1-0 დამარცხდა. ქართველს ისევე როგორც მთლიანად ვილიარეალს კარგი თამაში არ ჰქონდა. ერთადერთი გამორჩეული კარგი მომენტი მეორე ტაიმის მიწურულს იყო, როდესაც მიქაუტაძე მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ მეტოქემ საჯარიმოსთან წააქცია. ეპიზოდი ვარზე გადამოწმდა და სახიფათო ჯარიმა დაინიშნა, თუმცა ვილიარეალმა ეს მომენტიც ვერ გამოიყენა. ამ მარცხის და ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტის შემდეგ ქართველმა მოკლე კომენტარიც გააკეთა. მარცხის მიუხედავად ოცნება ახდა, თამაში ჩემპიონთა ლიგაზე. ახლა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შინ ყველაფერი გამოვასწოროთ. ამისთვის ყველა თქვენგანი დაგჭირდება. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ მარცხით. რთული შეხვედრა იყო, საგოლე მომენტები არ მქონდა. მაქსიმალურად ვიბრძოლე და ვცადე ბურთის მოპოვება. მწვრთნელის დავალებები შევასრულე. დასასრული იმედის მომცემი გამოვიდა. მთლიანობაში კმაყოფილების ვართ და იმედგაცრუებულებიც, რადგან მეტის გაკეთება შეგვეძლო. ჩემპიონთა ლიგა საუკეთესო ტურნირია. ამიტომ ბედნიერი და ამაყი ვარ დებიუტით. უნდა გავაგრძელოთ შრომა და ერთად ვიბრძოლოთ მიზნისთვის.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს ვილიარეალში ამ ეტაპზე 2 უგოლო შეხვედრა აქვს ჩატარებული. ვილიარეალი მომდევნო შეხვედრას 20 სექტემბერს ლა ლიგაში ოსასუნასთან გამართავს. ჩემპიონთა ლიგაზე კი 1 ოქტომბერს იუვენტუს უმასპინძლებს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ გიორგი მიქაუტაძემ ამ შეხვედრამდე ფრანგულ მედიასთან ლიონიდან წამოსვლის ეპიზოდზე და იქ დაბრუნებაზე ისაუბრა. სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისში ვფიქრობდი, რომ ლიონში ვიქნებოდი და 100%-ით ფოკუსირებული უნდა ყოფილიყავი. ყველაფერი დავაიგნორე. 4-5 დღე იყო დარჩენილი და ვიცოდი, რომ მოთამაშე უნდა გაგვეყიდა. გამოჩნდა შესაძლებლობა ვილიარეალის სახით და ყველაფერი ძალიან მალე გადაწყდა. თავი გავწირე იმ კლუბის გადასარჩენად, რომელიც მიყვარს. რთული იყო. გამახსენდა თუ რა მოხდა, როცა ბავშვი ვიყავი. ადაპტაციის სეზონი იყო და ჩემ თავს ვუთხარი, რომ ეს გარდამტეხი სეზონი იქნებოდა. შემდეგ კი ტრანსფერი იყო, რომელიც რთული აღმოჩნდა, რადგან აქ ადამიანებს მივეჯაჭვე. ვაბრალებ თუ არა ამას ვინმეს? არა, ეს ფეხბურთელის ცხოვრება. ერთ დღეს შეიძლება ერთ ადგილას იყო, მეორე დღეს კი სხვაგან. ბედნიერი ვარ ვილიარეალში ყოფნით. აქ ესპანეთში ახალი ფურცელია დასაწერი. მარსელინოს და რობერ პირეს ვესაუბრე, რომლებმაც მითხრეს, რომ ეს დიდებული ქალაქი და კლუბია და ასევე მითხრეს, რომ აქ წარმატებას მივაღწევ. ჩემპიონთა ლიგის ფაქტორიც იყო და სურვილი, რომ ესპანეთში მეთამაშა. ძალიან მომწონს ესპანური ფეხბურთი და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. დაუბრუნდები თუ არა ლიონში? ამაზე საუბარი ნაადრევია. ვილიარეალში კონცენტრირებული უნდა ვიყო, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა მიცის თუ როგორ მიყვარს ლიონი და როგორც ამბობენ, თუ რაღაც ორჯერ მოხდა, დიდი შანსია მესამეჯერაც მოხდეს. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, თუ როგორ უყვარს ქართველს ლიონი და იმედია, თუნდაც კარიერის ბოლოს მესამედაც დაუბრუნდება ლიონს. თუმცა მანამდე ასევე იმედია, რომ უფრო დიდ გუნდებში შეძლებს საფეხბურთო მწვერვალების დაკვნაფას. ახლა კი ვინც არიცით, გეტყვით, რომ ჰაიდენჰაიმის ქართველი შემტევი ბუდუ ზივზივაძე, რომელიც დორტმუნდთან შეხვედრაში უხეშობის გამო მოედნიდან გააძევეს, 3 შეხვედრიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 31 წლის ქართველი თავდამსხმელი თავის გუნდს ვერ დაეხმარება გერმანიის ბუნდესლიგაში, სტუმრად ჰამბურგთან, შინ აუგსბურგთან და გასვლაზე შტუტგარტთან. ანუ ქართველი ბუნდესლიგის შეხვედრებში დაბრუნებას ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ შეძლებს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჰაიდენჰაიმმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 3-ვე თამაში წააგო და შესაბამისად 0 ქულით ბოლო ადგილზეა. ბოლოს კი კარგი ამბავი. პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე კვლავ დაუმარცხებელია. ვახუმ მსოფლიო ჩემპიონობა მე-4 დიზაინა. ქართველმა ამჯერად ბულგარეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა. თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქე, გამოიწერე არხი და ჩართე ზარის ხილაკი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.